მესტუმრე ჯიქური არის ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელიც შეიწირა დედოფლისა და დიდებულების ინტრიგებმა. მესტუმრე იყო მეორე ხარისხოვანი თანამდებობა იყო რა. მანდატუ თუხუცესის ხელქვეითი იყო. და წარმოიდგინეთ, იგი ხდება პირველი ვეზირი. როდესაც დავითულუ დაიბარა ბათუყაელმა ურდოში, მან ჩააბარა ქვეყნის მართვა არა ათაბაქს ამირსპასალას ან წიგნობართუხუცეს, არამედ დედოფალ ჯიგდა ხათუს და მესტუმრე ჯიქურს. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა რა დღეში ჩავარდებოდნენ ეს დიდებულები. ასე გახდა პირველი ვეზირი მესტუმრე ჯიქური. იგი ძალიან მაგარი პიროვნება ყოფილა. არ დაივიწყა თავისუფლება, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ძალიან დიდი სახელი მოიპოვა მათში. ასევე წესრიგი დაამყარა, მაშინ მიდიოდა ყაჩაღობები, მკვლელობები, ძარცვები და ყველა ავაზაკი, ვინც კი რამეს დააშავდა, ეგრევე ბოძზე აკრავდნენ და ასე დაამყარა წესრიგი. ასევე მშენებლობასაც მიყო ხელი. ისნის ციხეს გაამაგრა და ესეთი მონდომებული პიროვნება იყო. ახლა ვერ იტანდნენ ამას დიდებულები, როგორი არის. ეს ხო იცით ყოველთვის ესე ხდებოდა. უგვარო კაცი წამოვიდა და პირველი ვეზირი გახდა. მოკლედ, სანამ ცოცხალი იყო ჯიგდა ხათუნი, მაქამდე არაფერი საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ როდესაც უკვე გარდაიცვალა და დავითულუ მოიყვანა გვანცა დედოფალი ცოლად, აი მაშინ შეუდგა უკვე წყალი. გვანცა დედოფალსა და მესტუმრე ჯიქურს შორის დაპირისპირება მოხდა. აითვალწუნა გვანცა დედოფალმა და ამით ისარგებლეს დიდებულებმაც. სუმბატ ორბელმა ეგრევე ცილი დასწამა დავითულუსთან, რომ მესტუმრე ჯიქური ცნობებს აწვდის ყაენს ჩვენი ქვეყნის ქონების შესახებ და მანაც არ მოусმინა. მესტუმრე ჯიქურს დაიბარა და ეგრევე მოკვლის ბრძანება გასცა და გადააგდეს მტკვარში. შემდეგ, როდესაც გამორეყა, ღარიბებმა გამოიყვანეს ისევ და სთხოვეს მეფეს და დაეტირათ და დაეკრძალათ რა და მანას თანხმობა მისცა. აი ზუსტად აი ღარიბებმა დაასაფლავეს და დაეტირეს და გააპატიოსნეს მესტუმრე ჯიქური. ესეთი საინტერესო პიროვნება შეიწირა კიდევ ერთი დიდებულების ინტრიგებმა.